სამწუხაროდ ჩვენ 2026 წლიდან არ გვექნება მიღება სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც მოლეკულური ბიომეცნიერებები ეწოდება. ასეთი სამაგისტრო პროგრამა არც ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია, არც თბილისში, არც მთელ საქართველოში. კერძო უნივერსიტეტების შესახებ ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტები, რომ სტუდენტს შეეძლოს უფასოდ სწავლის გაგრძელება. რატომ არის ახლა ეს ასე მნიშვნელოვანი მოლეკულური ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა? იმიტომ რომ ეს არის ხიდი, ნამდვილი ხიდია ფუნდამენტურ მეცნიერებასა და წარმოებასა და ინდუსტრიას შორის. ეს არის საფუძველი აი ამ საოცარი პრინციპების გადმოტანისა მედიცინაში, კვების მრეწველობაში თუ სხვა ინდუსტრიის სხვა სახეობებში. გენური თერაპია, უჯრედული თერაპია თქვენ ყველა მიცით და თქვენ მოსმენელ მას ალბათ ძალიან კარგად იცით, რაოდენ მნიშვნელოვანია და რაოდენ დიდი დატვირთვა არის აი ამ სპეციალობების მოთხოვნილებით და ეს გენური თერაპია და ეს უჯრედული თერაპია შეუძლებელია განხორციელდეს თუ ჩვენ არ აყავს ძალიან კარგად მომზადებული სპეციალისტები ამ მიმართულებაში. ეს არის არსებითი ცოდნა პანდემიებისა და ბიოტერორიზმისაგან თავის დაცვისაგან. ჩვენ გამოვიარეთ სამწუხაროდ თქვენ მოგიწიათ ახლა მეც არ მახსოვს ჩემ ცხოვრებაში ასეთი საოცარი პანდემია, როგორც ახლა ჩვენ ქონდა COVID ვირუსის შემთხვევაში. მე მაგალითად მინდა გითხრათ, რომ არც ერთი სტუდენტი არ ყოფილა დაუსაქმებელი ჩემი ამ პერიოდის განმავლობაში. იმიტომ იყო საოცარი მოთხოვნა ისიც თქვენ რომ იყო დიაგნოსტიკის ყველაზე უფრო გავრცელებული მეთოდი აი ამ იმის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ყველაზე უფრო სრულფასოვანი, ყველაზე უფრო სწორი და თბილისი პრაქტიკულად გადატვირთული იყო აი ამ აპარატებით და იყო საოცარი მოთხოვნილება იმ ხალხზე, რომელსაც ელემენტარული ცოდნა გააჩნდა აი ამ რეაქციის და აი ამ თქვა დიაგნოსტიკური მეთოდების წარმართვისა. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი, ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი. შეიძლება რა თქმა უნდა დაიქირაო შენ ლაბორანტი იმის გარეშე, თქვა რაღაცა სპეციალური ცოდნის გარეშე და მაგრამ ეს ნამდვილად თუ დამიჯერებთ არ არის საკმარისი რაღაცა სირთულების დაძლევაში და იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელსაც ჩვენ შევეჯახეთ 2-3 წლის წინ და რომელიც კაცისშვილმა არის ის, როდის დაგვიდგება თან. რომ შეხედოთ ინტერნეტზე იმას, მთელი ის რეკლამები გადაჭრელებულია საზღვარით, რომ მოვიძანეთ აი მოლეკულური ბიომეცნიერების სამაგისტრო კურსი ასე მნიშვნელოვანია, ისე მნიშვნელოვანია და ჩვენ აქ გვაქვს და კეტავთ იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი გახსნილი არ არის და მით უმეტეს ახალ გახსნასაც გარკვეული დრო სჭირდება, რომ ის სრულფასოვნად ამუშავდეს. მინდა რამოდენიმე სიტყვა თქვა ახალგაზრდებს. პირველი კურსიდან რომ შემოდიან ბაკალავრები, რაღაც იმას უკითხავ, საგანს გენები და გენებს მიყვა პოპულარულ კურსს, სამდღეს პროფესიულ კურსზე გადავიდოდეთ. ისინი უკვე მომზადებულებენ და ელოდებიან, როდის დაამთავრებენ უმაღლეს, რომ გააგრძელონ სწავლა მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით. შარშან მაგალითად 10 ადგილზე 50 განაცხადი იყო შემოსული. ეს არ არის მარტო ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების, სამედიცინოდანაც ძალიან მიხარია, სამედიცინოდანაც მოდიან და მოდიან რა თქმა უნდა სხვა უნივერსიტეტებიდან. და ეხლა არის ასეთი შეკითხვა, რა უყოთ ეხლა ამ სტუდენტებს? თან ახალგაზრდები ხო განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. ხო შეიძლება მათმა მიატოვონ მეცნიერება, გული აიცროონ მეცნიერებაზე, წავიდნენ და საერთოდ აღარ დაბრუნდნენ. აი მეცნიერებაში. ხო შეიძლება ჩვენ კარგავთ რაღაცა ძალიან ცნობილ მეცნიერს, ძალიან ცნობილ მოაზროვნე ადამიანს, როდესაც ჩვენ არ თავაზობთ ჩანაცვლებას არაფერი ალტერნატიული. ხშირად ისმის შეკითხვა აზრი, რომ ბაზარი გაჯერებულია და ბაზარზე მოთხოვნილება არ არის. მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით რა მოთხოვნილება იქნება 2 წლის შემდეგ, 3 წლის შემდეგ. იქნება გაიხსნა ბევრი ფუნდამენტური კვლევის ინსტიტუტები და საერთოდ ახლა ეს ფუნდამენტური მეცნიერება არ არის არა მარტო იმისათვის ხელოვნებისათვის, ეს არის ერთ ანალიზური აზროვნების განვითარების საშუალება. და ყველა პატარა ერისის ისეთ რა არის ჩემი მოგონილი არ არის, ნუ იფიქრეთ რომ ეს ჩემი მოგონილია, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც პატარა ქვეყნებს ეს როდის ისიც 20-30 წლის წინ უარი უთქვეთ ფუნდამენტური მეცნიერების დაფინანსებაზე. და ამ შემთხვევაში აკარგება ანალიზური შემოქმედებითი აზროვნების უნარი ერში. ის არის რაღაცა სტიმული ასეთი აზროვნების განვითარებისათვის. კიდევ მინდა რამოდენიმე სიტყვა თქვა დოქტორანტებზე.
იყო ჩემი საზრით 20 წლის წინ დაშვებული დიდი შეცდომა წინა ხელისუფლებაში. ხარისხების მინიჭება გადავიდა უნივერსიტეტში. კი ბატონო, ეს მე ამას ვთვლი სამართლიანად, მაგრამ არ გაგრძელდა ვადა სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, იმიტომ რომ მანამდე კვლევით ინსტიტუტებს ჰქონდათ დოქტორანტების მომზადების უფლება. ეს უსწრაფად საკმაოდ ცოტა ხანი ჰქონდათ ამათ, ეს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს უფლებამოსილება და ბევრმა დოქტორანტმა ვერ მოასწრო დისერტაციის დაცვა, იმიტომ რომ უნივერსიტეტებში ვერ გადავიდნენ მათი ხელმძღვანელები და ასე შემდეგ და ბევრი ახალგაზრდა მიატოვა მეცნიერება, უამრავი ადამიანი ვიცი რომელმაც ეს გააკეთა. ეხლაც აი მაგალითად ჩვენი უნივერსიტეტი პრაქტიკულად სამეცნიერო კვლევით და აქტივობის დახურვის პირას არის. მე მაგ შეგითხვა რა უნდა ვიყოთ ამ დოქტორანტებს, რომელსაც ჩააბარეს ახლა, რომელსაც 4 წელიწადი ჭირდებათ. მე ჩვენი სპეციალობა განსაკუთრებული სპეციალობაა, იმიტომ რომ ეს მატერიალურ ბაზასთან და დიდ დაფინანსებასთან არის დაკავშირებული. არ არის ასე ადვილი რომ შენ ხელსაწყოს მოგიდო ხელი და გადაიტანო. ჩვენ სამწუხაროდ თამაშობთ ახალგაზრდების ბედით, რომელსაც ჩვენი ისტორია ნამდვილად არ გვაპატიებს, თუ ეს ახალგაზრდები ჩამოსილდნენ მეცნიერებას. მით უმეტეს ახალგაზრდები როგორც გითხარით მოწყვლადები არიან, შეიძლება ისინი წავიდნენ საზღვარგარეთ და საერთოდ აღარ დაბრუნდნენ საქართველოში. ძალიან ბევრი არის გამოქვეყნებული ჩვენი უნივერსიტეტის წვლილის შესახებ საქართველოს პუბლიკაციებში. 19-მდან რაღაცა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ძალიან ბევრ სფეროში 50%-ზე მეტი პუბლიკაცია ჩვენი უნივერსიტეტიდან მოდის და ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის ჩახშობა დაკარგვა ძალიან დიდი დანაკარგი იქნება საქართველოსთვის. არის აზრი რომ აი ახლა დედა უნივერსიტეტი ძალიან პატივს ცემ, ძალიან მიყვარს მე და ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაგ დამთავრებული რომ იმაში გადავა ყველაფერი. კი ბატონო, მაგრამ გადასვლას ასე ადვილი არ არის. ამდენი ხალხი, ამდენი პროფესორები, ძალიან დიდი შემცირება იქნება აუცილებლად. ილიას უნივერსიტეტს აქ ჩადებული თავის ფინანსების განაწილებაში საკმაოდ მაღალი პროცენტი მეცნიერულ კვლევებზე. თუ არ ვწდები 12%-ია სულ მცირე. და ეხლა თქვენ რასაც ხედავთ აქ ლაბორატორია და ჩვენ ლაბორატორიები დავიაროთ, ეს დიდი წვლილი ზუსტად ილიას უნივერსიტეტის დაფინანსებით არის შექმნილი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გრანტები მქონდა მიღებული ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო. ჩვენ ძალიან ვჭიდროთ თანამშრომლობით, ძალიან კარგად თანამშრომლობით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ძალიან ბევრი ხელსაწყოები ზუსტად მათ მიერ არის ნაყიდი. უნივერსიტეტი გვიწევდა და იმედი მაქვს მომავალშიც გაგვიწევს ძალიან დიდ დახმარებას. ხო ჩვენ რო გვერდე ოთახში გადავიდეთ, იქ ეს პატარა აპარატი, რო შეხედავთ გაგეცინებათ, მაგრამ $50,000 ღირებულების აპარატი, რომელიც აკეთებს საოცარ რაღაცას. ჩვენ დავიწყეთ საქართველოში პირველად ერთეულ უჯრედებში ყველა გენის აქტივობის შესწავლას. ეს აპარატი არის 10x genomics ტექნოლოგია და აქ არის ძალიან დიდი ადამიანური და მატერიალური რესურსი ჩადებული ამ სამაგისტრო პროგრამაში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი უქმდება და სამწუხაროდ ჩანაცვლება არ ჩანს და ჩემი საზრით იკარგება ჯანსაღი კონკურენციის წინაპირობა.